Რამდენიმე დღის წინ დაიწყო ჩემი მოგზაურობა. ჩამოფრინდი ჩემს მეგობართან, გიოსთან. გიორგი გერმანელი ბიჭია, უკრაინელი დედა ხავს და ჩვენ რუსულად ვსაუბრობთ. არის მოკრივე, ასევე სპორტსმენი. და რამდენიმე წლის წინ გავიცანით ერთმანეთი. საოცარი ბიჭია, საოცარი ადამიანი. ზოგჯერ გიომ სტუმრობს საქართველოში, ზოგჯერ მე ვსტუმრობ და მოკლედ. Спасибо, брат, большое. შვეიცარიის საზღვართან ცხოვრობს და შვეიცარიას ხშირად ვსტუმრობდი. Я тебе дам еще одну маленькую иконку, да, с собой? На всякий случай. Спасибо, брат. Да, конечно, да, с удовольствием. Я бы хотел еще, чтобы ты пару слов сказал. Да, скажу обязательно. Пожалуйста, какой-нибудь совет мне, может быть, дашь или людям, или... Ну, людям дам совет, да. Ну, давай. Ну, думаю, какой совет можно дать? Совет, я думаю, самое важное, что не бояться, да, и как бы идти вперед. И несмотря на, не знаю, усилия или, может быть, сложности, да, все-таки идти до конца, потому что я как бы очень верю в то, что даже несмотря на усилия, в конце все-таки что-то получаешь, да. Если вот поусердствовать, если против себя тоже чуть-чуть побороться, то это в конце всегда тебе на благо идет, и ты получаешь результат. Да, вот. Я думаю. И верь в Господа, конечно. Увидимся, да. Брат, Да, ты вот невероятный это человек. Жаль, что Пат, я тебе сюда положу. Да, брат, конечно. Жаль, что не так долго остаешься. Я провел прекраснейшее время тут вообще. Да. Ну, вместе с тобой в компании, конечно, по-другому даже я не представляю. Все, брат. Я уже в путь. Как-то не верится даже, да? Все, брат. Давай еще раз. Давай, брат. Все Всем хорошо. передай привет и... Обязательно. Скажи Будем твои. на связи, так и так. Обязательно, брат, конечно. Завтра я позвоню, брат. Да, хорошо, брат. Скажи, попрощайся со своими, пожалуйста, да. И огромное спасибо всем. конечно, Огромное естественно, спасибо. естественно. Передай, пожалуйста. Я еще проезжаю. Давай, брат. Давай, пока. Все, удачи. Киунда гагацнот. Ойлас. საოცარი ბიჭი მე არ ვიცი. ტელეფონები მაქვს. საბუთები მაქვს. პასპორტი მაქვს. ჩანთა გამაგრებულია. წყალი მაქვს. გიომ ხატი გამომატანა. მართლმადიდებელია. ერთი იდეა გამიჩნდა ეხლა რაც დავიწყე რა. კატავი და ავი 1 კილომეტრი გავიარე. ალბათ ერთი იდეა გამიჩნდა არ მასწავლებს რა. ხო არ დავიკიდე ეს ყველაფერი და გავფრინდე პორტუგალია. ეს იდეა ძალიან შემომიჩნდა. ანუ ესაა შვეიცარიის საზღვარი, ეხლა გადმოვიარე. შვეიცარიაში გადმოვედი. კი ვიყავი მართალია გუშინაც, მაგრამ ოფიციალურად მოგზაურობის დაწყებიდან პირველი ქვეყანა შვეიცარია. გიო მითხრა, თუ რამე გაგიჭირდეს მობრუნდი ეგრევეო. და ახლა ვფიქრობ, ხვალ მივბრუნდე. ეხებ მეტკინა თქო. ვეტყვი. აჰა. ეს უნდა შეგახედოთ რა. გრიალოს სასტავი. არის თუ არა ეს ბილეთი? საფრანგეთში გადმოვდივარ, კეთილი იყოს ჩემი ფეხი. და საფრანგეთი ჩემთვის კეთილი იყოს. სხვანაირი ყოფილა საფრანგეთი. 47 წუთია დაახლოებით გაშივარ. და მესამე ქალაქში გადმოვედი, მესამე ქვეყანაში გადმოვედი. მაგარი ბიჭი ვარ მე თქო ამბობს და
ნანანანანანა. აია. კარგი აზრი იყო ველოცი წამოსვლა ძალიან, მე მგონი. ჯეჯერობით. ჯეჯერობით ამას ფიქრ. აწინ ავხოთ. Yes, brother. ვერ ვაყენე ხომ ველოს რა. ეს იმიტომ რომ კარგი დიდია ძალიან. რამოდენიმე საათის და რამოდენიმე ათეული კილომეტრის გამოვლის შემდეგ მოვუძებნე ადგილი და გავშალე კარავი. აღმოჩნდა რომ აეროპორტთან ძალიან ახლოს და ამიტომ მთელი ღამე თვითმფრინავები დაფრინავდნენ ჩემს თავზე. მაგარად გამიჭირდა ძალიან სიცხე. ოდე. კარგად, მადლობა, შენ როგორ ხარ? კარგად შენ? შენ გენაცვალები. სადა ხარ ზედი? აგი საფრანგეთში ვარ, მივდივარ. გზაში ვარ. ხამე გეძინა და? კი, მეძინა ნორმალურად. 5 საათი მეძინა. სტაზარი მინდოდა და მენახებია. აგეცხენები. ალამაზი ტაზარია. ოცხება. გირკინე თავლა. რაღაცა პატარა. ეს პატარა 64 აღმოაჩინა. გონი. საოცრად ცხელოდა შუა დღისკენ უკვე და გზაზე აღმოაჩინე პატარა თავშესაფარი, სადაც გავჩერდი და ცოტა გავგრილდი. ყველა მოწყობილობა დამიჯდა. ერთი ტელეფონი მთლიანად და 2 powerbank-ი. და ეხა ერთი ტელეფონი, რომელზეც offline ნავიგაცია მაქვს. ჩვენებს McDonald's. აი ახლოს რა. არ ვიცი შეგრძნება მაქვს ესეთი თუ არ ვიცი გუშინ რო წაიქცა მაგის მერე რთულად დადის. ნუ შეგრძნება მაქვს ესეთი რეალს. ვუწდებოდი. არა ცოტა ის აქვს რა ქვია უკანა საბურავსაშკარად ატორმოზებს. ტორმოზი ედება ცუდად. არასწორად და ან ძალიან დაღლილი მაქვს ფეხები. ნუ ტორმოზი რო ედება სამხარეს არასწორად ნახე, მაგრამ მაგის გამო რეალურად რა ცოტა მიჭირს თუ უბრალოდ გუშინ ძალიან დავიღალე შეარულით და მაგის გამო მიჭირს. ხო, ეხლა მივდივარ ტელეფონის დამტენი ჩასაერთებელი დავკარგე უბრალოდ და იგონა ვიყიდო და ასევე გამიტყდა ტელეფონის სამაგრი ველოზე და ეგეც უნდა მივაყოლო. ლედეგეთ თემებია რა ველოზე გამეღუნა. უკანა დისკი და მაგას მიკეთებენ ეხლა დავტოვე შესაკეთებლად.
და მანამდე სანამ დრო მაქვს მეთქი ცოტას გავისეირნე. ნახავ აბა აქ აურობას ცენტრს. არა ისეთი სიცხეა. მაინც და მაინც ერნობის დიდი სურვილი არა, თუმცა ლამაზია აქ აურობა. ნახეთ თქვენს. ცხელა მოგონა. აი აქ კუკი ქინებს. თეორია. მაგარი ბლოგი მა. აი კუკი ქინებს აქ არ ვარგა. თავი რა იქე. მაგერა მეზარება. ნაბის გადავიღო კიდე. უბრალოდ სიცხეში სიარული მეხარება სულ. არა, თქვენი ხაზი. Короче, ახლა მოგიყვეთ რა ხდებოდა და რა მოხდა. უშ ჩამოვედი. ქალაქ Pensan Juan რაღაცა ესე ქვია. Pensan Juan-ი წავიკითხე მე და კაროჩე მაგარი დაღლილი გუშინ 50 კილომეტრი პლუს ვიმგზავრე. და ჩამოვედი რომ მეთქი აი იმედით რომ მეთქი დღეს ავიღებ ხა ნორმალურ სასტუმროს და დავისვენებ ცოტა რა დავიღალე ამ კარავში ყოფნით მაგარია ყველაფერი რომანტიკაა მაგრამ ანუ ვიბანკიდეთ საღამოობით რაღაცნაირად წვალებით მაგრამ ხო ხვდები და ჩამოვედი იმ იმედით რომ მეთქი ავიღებ წესიერი მას წესიერ ბაიტს ავიღებ და იმას დავისვენებ თქო რა და გადავიხადეთ ახლა Airbnb-ზე ვიპოვე რაღაც guest house-ი და ხალხო აი ეგეთი ანტისანიტარია არ გენახოთ არასოდეს რავი ეგეთ რამ მე არ მენახავს ანუ ფული ხო გადავიხადე ხო ვინ დაებრუნებდა მაგ ფულს ხო და ესა რა ქვია ну ვირა ხა Airbnb სანამ მაგას დააბრუნებდა და კაროჩი არ მინდოდა რა ეს იდე რაღაც საცოდავი ოჯახი იყო ქალი იყო და რაღაც შვილი ყავდა და რაღაც ტელეფონები და არაფერი არ მithქოს უბრალოდ წამოვედი რა მეთქი კარგად იყავდა წავიდე თქო შხაპი მივიღე მხოლოდ და ნუ შხაპისთვის მადლობა თქვი და რატო რა მოხდაო და ნუ ანუ ეგ თუ არ იცოდა რა მოხდა არ ვიცი არაფერი არ მეთქი უბრალოდ ცოტა მე მგონი მისახედი აქაურობა და ესა რა ქვია არაფერს არ ვამბობ თქო რა არც კომენტარს დავწერთ სულს და არც რამეს თქო რა მაგის თუ გეშინია თქო და არა მინდა რომ ვიცოდეო რა მოხდა და მეთქი როგორ რა მოხდა ანუ თუ მეკითხები მაშინ რა ყველაფერი რასაც ხედავ გასაკეთებელი და მისალაგებელი და მისაწმენდი და კარს წამოვედი რა არა და მაგრად ვიწვალე იქ მისვლამდე აღმართების უფეხი თუ იარე ამ ხელა ტვირთით ველოზე და რავი კარო წვალება მაგარი რა merci მოგდა merci მეშლები ერთმანეთს და ადეირია და კაროჩე ეგეთ თემები და ესა რა ქვია წამოვედი მაგარი დაღლილი ჩავედი პარკში გავშალე ისა თან დამტენი დავკარგე დამტენის თავები დავკარგე და კაროჩე გაწამებული ამდენი ხანი ნამგზავრული თან იმედი მქონდა რომ დავისვენებ წესიერად გავფლიანებული და კაროჩე იმავე საღამოს დავჯავშნე ნუ გუშინვე საღამოს დავჯავშნე ნორმალური სასტუმრო ვნახე რა და გადავიხადე და შევედი რა კაროჩე გუში საოცრად გავიწეწე ფულში და ნუ მე დღესაც კიდე ანუ ველოზე უკანა საბურავი გამეღუნა და აი რავი სამჯერ ველო წამექცა და რა წავიქეცი მეც და კაროჩე მაგარი წვალება რა ხო და დღეს მოვედი hop sorry დღეს მოვედი
ველო მაღაზიაში და აი ესეთი ჯიგარი ხალხი და ანუ გაბრაზებული ვიყავი მაგარი მეზიწყებოდა მთელი საფრანგეთი ებიჯე ამათი ენა მაგრამ მიყვარს მაგრად მომწონს მე რაღაცა გაბრაზებულზე რაღაც საირი ენა აქვს რა ჯერ ასგვანან თქვა და ანგელოზების ხალხია ასგვანან თქვა არც ყველაფერი დავაბრალე რა რაც ჩემ ცხოვრებაში ცუდი მომხდა რა ხო იცი როგორც ხდება და ეს ისეთი ხალხი შეხვდა მეთქი საღო კაროჩი ძალიან ჯიგრები ანუ ველოს გაკეთება რაც ევალებოდა ეგ ხო იდეალურად გამიკეთე მე როგორც ვატყობ ჯერჯერობით ხო სინხოში ხო და მე მეორე რავი წყალი ხო არ გინდაო ისო კაროჩი ყველაფერი შემომთავაზე ჯიგრულად და მაგის გარდა კიდე რაღაცები მაჩუქე სასწაულ ხალხს შევხვდი რა ძალიან დიდი მადლობა thank you so much you're welcome so I'm happy it's nice trip yes enjoy if everything is all right yeah everything სასწაული ძაღლი დავინახე კაროჩე აუ ეგეთი მინდა მე მგონი ბარბერ კოლი იყო საოცრება აი ეგ უნდა ვიყიდო დიდი ხანია მინდა ძალიან და საოცრად მინდა რა უეჭველი მჭირდება იმიტომ რომ ადამიანია ჩვეულებრივი არა просто ველაპარაკოს და დებილია ანუ ძალიან ჭკვიანია მაგრამ ანუ რა ველაპარაკოს ხო დებილია და ძალიან საყვარელი და რო ელაპარაკოს და რო უნდა რა ანუ კი არ ნებდება ელაპარაკება ოღონ ისე საბჟუტურობს და უნდა ცემო ყოველ დღე და ანუ მაგიტომ მინდა საცემი როა ყოველ დღე მაგიტო უფრო ხო ეგეთი მინდა ვიყოლიო ფერმაში ფერმა რომ მინდა ეგ ხო თქვი უკვე ხო და ჩამოვალ უნდა დავიწყო خدرخيان ناناني უი და გადაირია ვინა ერონ ღერს დიდი აღმართი ამოვიარე და ხეთი ქრიშობელა ახლა იმ ფერხასიათზე ვარ დაგიბრუნო უნდა შენი ვალიო და ლექსი მინდა წაგიკითხოთ ბიძა ჩემის დამსახურებული სახალხო პოეტის ჩემო ლამაზო ქალაქო შუაში გაგჭრა რიონმა წყლის გაღმა გელამ გიმხერა გამოღმა გალაქტიონმა გელა ბიძა ჩემია გელა გაბადაძე დამსახურებული სახალხო პოეტი სადილის დროა მაგარ გაუჩერდი ბუნებაში ზის პირას გზაში კიდე რამოდენიმე საინტერესო ადგილას გავჩერდი, დავისვენე, რამოდენიმეგან კარავი გავშალე. კარავს ვცდილობდი გამეშალა დასახლებულ სოფლებთან, სოფლების ბოლოს. საღამოს გვიანშლიდი კარავს და დილით ადრე ისე ვიბარგებოდი.
დღის განმავლობაში, როგორც უკვე აღვნიშნე, ძალიან ცხელოდა და ძალიან დამღლელი იყო მგზავრობა. მგზავრობდი დილით და შემდეგ საღამოს. აი ესე ვიმგზავრე ქალაქ დიჟონამდე. ხოლო თუ რა მოხდა დიჟონში, ამას შემდეგ სერიაში გაჩვენებთ. ძალიან სულელური იდეა იყო ველოს წამოსვლა და ღმერთო, ასეთ სულელური ფიქრები აღარ შემოუშვეთ ჩემ თავში. პატარა შესვენება. ცოტა ოდენი. აბა ვნახოთ ამის მერე რას ვიფიქრებ. Может быть. და შევაწყობდი პიჩენიებს ისეთ გიმართ ახლად, ну შესაძლოა შეიძლება. დღეს აქ დავბანაკდები. ხალხო რჩების საფრანგეთში. აგერ ხა ეს რა ქვია. მივაყენე რა, ველო მივაყენე აგერ. ვისვენებ და ბავშვმა ჩაიარა ვიღაცამ იმითი სკროლით და ჩაიარა, ну გაცდა აგერ იმას რა ქვია ხიდს და ცოტა ხანში ბრუნდება და ეს რაღაც მეუბნება და აშკარად მეკითხება რაღაცას, ხო არაფერი გიჭირს თუ რაღაცაო და მეთქი ყველაფერი კარგად. ყველაფერი კარგადაა, ნამდვილად. მეთქი ბავშვო. საღო. გამეხარდა ძალიან. იგარი. მოვედით. აკვარა. პირველი რაც ვიგრძენი ფსლიკის სუნი იყო. სადარბაზოში აშკარად ფსლიკის სუნი. აი ახლა ვნახოთ ახში რა იქნება.